გამარჯობათ, მე ვარ გიორგი ცინცაძე. დღეს შევეცდები თქვენ კითხოს პასუხი გავცე და დავიწყოთ აბა. ნაკრებში 217 მატჩიდან რომელი გიყვარს ყველაზე მეტად? პირველები რა რაც იყო ყველა რა, პირველი თამაში ეროვნულ ნაკრებში, პირველი თამაში ევროპის ჩემპიონატზე, პირველი თამაში მსოფლიოზე. ანუ ეს პირველები რაც იყო ყველა მართლა მაგრამ მიყვარს და მახსოვს აი რა გუშინდელი დღის სწორედ რა. ნუ ცუბიძეზე შენი და ბალუს აწყობილი ფარი ისევ დგას? არა. ფოტოშოპს ავედი ამას წინათ, იმხელა ბალახი იყო ამოსული, გული რაღაცნაირად მომიტა და ის ფარიც რა თქმა უნდა აღარ არსებობს. ვინ იყო შენი ბავშვობის მკერპი? ეს კალბურთელი იყო, რუსთავში თამაშობდა, ციკლაური იყო. მე აღარ უთამაშია, просто ძალიან მაგრა ტენიტა რა, ძალიან მაგრა რა და ეგ იყო კუმირი არა, მაგრამ ნუ ეგ იყო ჩემი მინდოდა რომ რაღაცნაირად ეგრე ჩამეტენა მთელი ბავშვობა. ნუ ეგ ძალიან პატარაობაში გეუნებდა. ნუ მე შონ კემპი თუ გაგიგია მე უკვე ეგ და მე უკვე რაც უკვე დასრული და ცოტა მივხვდი კალბურთის გემოს, მე იქიდან მოყოლებული დღემდე ჯინობილი არის ეგეთი, იყო უბრალოდ კალბურთელი, ის არის და ალბათ იქნება კიდევაც. ყველაზე დიდი სისულელე რაც კალათბურთზე მოგისმენია. მომისმენია არა, მაგრამ აი მეზიზღება რომ იძახიან სამქულიანს ტენი. ხო ეგეთი ის რამდენი ბურთი გაიტანე, რაღაც ეგეთი ის ვინც არის ის ხო რა და ნუ რაღაც აი კრინჯობ არის როგორ არის ეგ სიტყვა. მაგრამ ტენდის ხოთა შორის. მან თამაში გეიმ დანკერი ვერ ვიყავი. პატარა ხელები მაქვს, მე თათები მაქვს თქო და ვერ ვიჭერდი ბურთს კარგად ხელს და ისე კარგად ტენდი. საყვარელი ფილმი კალათბურთზე? კოუჩ კარტერი. ცალსახად, იმიტომ რომ ბუნებრივი არის და ნამდვილი არის რა ჩემი აზრით. ახლა Space Jam-იც ძალიან მიყვარს და სხვადასხვა კალათბურთელის დღიური არ მიყვარს რატომაც მაგრამ. ეგ არ არის კალათბურთზე. ნუ კალათბურთელზე ხო არის. ლიტვასთან მარკოიშვილზე პასი როგორ? კალათბურთის გაიდლაინებიდან რო ავიღოთ, წინ დამიმეთა პასი შენგელიასთვის, მაგრამ იქ უკვე ჩაწერილი იყო, იქ რო დავინახე ისო ჩარბოდა, იქ შენგელია კი არა, სტეფ კარი რომ დგარიყო, მაინც იმ პასს მივცემდი მამჩარას. ყველაზე მაგარი მოთამაშე ვისთვისაც დაგიფარებია? ნუ ყველაზე ისეთი იმას რო დავაფარე მარიანოვის, ხა 2.24 არის და ვიდა დავაფარე აბა. რომ შეგეძლოს კალათბურთში ერთი წესის შეცვლა რა შეცვლიდი? თამაში რო იწყება, ანუ ბურთს მოასპინძელი გუნდი, ხა დარბაზში რომ მიდიხარ, ხა იქ რა ქვია, იტალია ხო არ ჩამოიტანს ბურთებს საქართველოში რაც აქ ნაკრებს, ამ ბურთებს თამაშობ. და ნუ შენ რომელიც შენ მანამდე ვარჯიშ ბრალსა მოთელავ რაღაც ცოტა რომ გაცდეს ხელში ჩაერთეს და ნუ ამას აძრო ხოლმე მსარს. ის საჯმერე ეს სინჯავს კაია თუ არა. და შენ რომ გეკითხება რომ კაია გეუბნება, ჩვენ უნდა ვითამაშოთ, შენ გეკითხება რა. საჯების როლს ცოტას დავწევდი სპორტში ზოგადად რა. ხალხი არ დადის საჯების გამო რა სპორტი. სპორტი უყვართ მოთამაშეების გამო, ჩემი აზრით. კოკოშკოვმა რა გასწავლა? კოკოშკოვმა მოსწავლა კალათბურთი და ოღონ პირდაპირ გაგებით ხო რა, ანუ მარტო ბურთი ჩაგდება, არ არის კალათბურთი და მარტო შოუს ელემენტები არ არის კალათბურთი, ბევრი სხვა რაღაცებიც არის, რითაც შემიძლია რომ რაღაცა ივიკაიფო რა, სრული ამ სიტყვის გაგებით და ეგ მასწავლა კოკოშკოვმა რა. რომელი სუპერგმირის ძალა გექნებოდა და რატომ? ძალიან ყველას გამისწორდებოდა ესე რა. ყველა უნდა. არა, უარს არ ვიტყოდი რა, ხა სუპერძალაზე. დროის მანქანა რომ მქონდეს რას შეცვლიდი? აი 2011 წელში თუ იქნებოდა შესაძლებელი რომ მე და ზაზას არ მიგვეყო ტრამვა იმ მაკედონიასთან ის თამაში მოუღო, მე დარწმუნება კიდე მოვიგებდით და ანუ დარწმუნებული ვარ რომ ძალიან დიდ შედეგს დავდებდი, იმიტომ რომ ის ნაკრები ჩემი აზრით იყო ყველაზე ძლიერი ნაკრები რაც ყოლია საქართველოს. ბევრი ნატურალიზებული მოთამაშე დაგვიმატებია და ვინ იყო ყველაზე მაგარი? რამდენიც კიდე. ყველაზე მაგარი ანუ თალსახად შემონ უილიამსი იყო ესე, მაგრამ ყველაზე მაგრა გამოგვადგა დაწყებული ელისიდან, ტაირონ ელისი, მერე დიქსონიც კარგად გამოგვადგა, მაკფადენიც კარგად გამოგვადგა. ჩემს ეს სამი არის, რომელიც რეალურად კარგად გამოგვადგა რა. მოკლედ აუხსენი ხალხს რა არის გამთამაშებლის ფუნქცია და როლი გუნდში? რაც ხდება მოედანზე საერთოდ შენი დამსახურება ან მინუსი რა, თუ ცუდი ხდება შენი მინუსია, თუ კარგი ხდება შენი პლუსია. რა მოხდა NBA-ის დრაფტზე? რა მოხდა? ჩემ დრაფტზე? ჩემი აი დრაფტის წელი როცა იყო, სხვათა შორის მქონდა
ესე ვთქვათ, ვორკაუთებს რო ეძახიან ჩანიშნული ორ გუნდთან. წინა სადრაფტო კემპი იმართება ჩიკაგოში, იქაც უნდა მიმეღო მონაწილეობა, მაგრამ მე ავდექრე ცოლი მოვიყვანე. ოღონდ მართლა. რაღაცნაირად არ მჯეროდა და არ მქონდა იმედი, რომ ამირჩევდნენ და ეს ვამჯობინე, ესე ვთქვათ, რადგან ეს უეჭველი იყო და ის მწვრთნელი როდის გახდები? იმედია გავხდები რა. მაგ სურვილი ჯერ არ გამომივა, მაგრამ სულ არ გამომივიდეს, სწორედ წარმატებული მწვრთნელი ვიყო. იმაში მაინც ვარ დარწმუნებული, რომ ის ცოდნა რაც მაქვს, ის აუცილებლად გამოადგებათ ახალ თაობას. და მწვრთნელის რანგში მე პარკეტზე კოსტუმით გამოხვალ თუ სპორტულებით? კოსტუმი არ მწვია ცხოვრებაში, სხვათაშორის რო იცოდი და არც მაქვს. და რატომაც გქონია რომ ჩავიცვა რაღაც ძალიან სასაცილო იქნები და აბა მართლა ვიგებ, არ მქონია, არ ვიცი, მაგრამ ხო ეგ კულტურა მომწონს. ბუვი შეგარქვა და როდის? ბუ შემარქვა ჩემი ბავშვობის სცენა, ომარ ლებანიძემ, ჩემი სათამაშო სტილის გამო რო ეს no look პასები და რაღაცეები და ალბათ იგულისხმება რომ თავს აწყიალებს რაღაც 360 გრადუსით. და ასე ხუთშე დილითმები მაქვს დღესაც უბრალოდ არ ვიჭრი, დღეს შევიჭერს თქვენს გამო, თორე ის გაზდანდება თქვენს და სათამაშო სტილით შენი თავი რომ სხვა სპორტსმენს შეადარო, ვის დაასახელებდი? ფედერერს მიჭერ, მაგრამ არა ორიგინალური, ამაზათაც თამაშობს, ხავი მიყვარს ფეხბურთში, მაღლა ვერ ხტებოდა, ვერ გარბოდა, ვერ უტყავდა, ნუ ის განსაკუთრებულად, მაგრამ ამითი თამაშობდა და რა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და რთული კითხვა. ხვალ დაგირეკავ, რომ გეუბნებიან, გირეკავენ ხოლმე? ხვალ დაგირეკავ. აი ის მეზიზღება, ის sorry I cannot talk right now, so გიგზავნია ხოლმე. ესე იგი არა ინტერესებს, არაზე ურეკავ. მაშინ მადლობა დიდი. თქვენ მადლობა.